მცირე ფერმერთა კოოპერაციის ხელშეწყობა გრძელდება. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის პროექტის ფარგლებში ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ People in Need ტრაქტორები გადასცა პირველი რაუნდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ კოოპერატივებს. ამ ეტაპზე მოხდა იმერეთისა და რაჭის რეგიონში შექმნილი 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხარდაჭერა. თუმცა შერჩეულია სულ 9 კოოპერატივი, რომლებზეც 9 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო. პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება. აქტიურობა იმ კოოპერატივების, იმ ორგანიზაციების, იმ დაწესებულებების, ვინც ამ საქმეშია ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის, პროგრამების და სხვა ღონისძიებების განსავითარებლად აი ესეთი პატარ-პატარა ღონისძიებები, ესეთი დონორები, ესეთი გვერდში დგომა ჯგუფების და დონორების მნიშვნელოვნად წაწევს წინ ჩვენ საქმეს. ჩვენ გადმოგვეცა დღეს უკვე ტრაქტორი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ვენახებში მუშაობისათვის, როგორც გაადვილებს მუშაობას და როგორც ფიზიკურ, ასევე ფინანსურ დანახარჯებს შეგვიმცირებს, ასევე დროულად გაკეთდება და მოყვანილი მოსავლის ხარისხიც გაიზრდება.